საკრებულოს ხდომათა დარბაზში დღეს რიგარეშეს ხდომა გაიმართა, რამდენი საკითხი განიხილეს დღეს დეპუტატებმა და დამტკიცდა თუ არა ყველა მათგანი. ამას თამარ ლოლაძის სიუჟეტიდან გაიგებთ. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემა. დროებითი სამუშაო ჯგუფებისთვის ვადის განხანგრძლივება და რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დღეს გამართულ საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. წევრებმა ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. დღეს ჩატარდა რიგარეშეს ხდომა. რიგარეშეს ხდომაზე წარმოდგენილი იყო 15 საკითხი. ძირითადად საკითხები შეეხებოდა როგორც სოციალურს, ისე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. იყო გარკვეულ ხელშეკრულებებში ცვლილებები და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება. დღესვე საკრებულოს ხდომაზე ცვლილება შევიდა მოქალაქეთა ინდივიდუალური დახმარებისა და აუტიზმის გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე რეაბილიტაციის პროგრამებში. ცვლილებების თანახმად იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთავში რეგისტრაციის ვადა 1 წელზე ნაკლებია, აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის უფლება არ ექნებათ. სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით შემუშავებული იყო სპეციალური კრიტერიუმი, მინიმუმ 1 წელს უნდა იყოს დარეგისტრირებული რუსთაველი მაცხოვრებელი, რომელსაც შეიძლება სოციალურ პროგრამებით გათვალისწინებულ საკითხებში მიიღოს დახმარება. აღმოაჩინეთ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოქალაქეები შეგნებულად აკეთებდნენ რუსთავის რეგისტრაციას, რათა ესარგებლოთ ამ თვით პროგრამით და შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ თავის პირვანდელ ადგილს და ამის პრევენციის მიზნით ჩვენ გავაკეთეთ ცვლილება პროგრამებში და ჩავწერეთ, რომ პროგრამით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ იმ თანაქალაქელებს, რომელთაც რუსთავის რეგისტრაცია აქვთ ბოლო 1 წლის განმავლობაში. მეორე ცვლილება გახდათ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამაში. ამ პროგრამის მიმდინარე ბიუჯეტი გახლავთ 9 მილიონი ლარი. მეორე კვარტალში უკვე დაგვაკლდა თანხები და მეოთხე კვარტალიდან 100,000 ლარის გადმოტანა მოხდა. აღნიშნული საკითხების გარდა წევრებმა რუსთავში მისამართის მინიჭების შესახებ საკრებულოსგან განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს.